Ქორუმის არარსებობის გამო საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე საშემოდგომო სესიის მესამე სხდომა ვერ იხსნება. პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატები ამ წუთებში იკრიბებიან. რეგლამენტის მიხედვით სამჯერ გავლილი რეგისტრაციის შემდეგ 76 დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში დღეს ვერ შეგროვდა. ნოდარ ჩაჩუა ისაუბრებს პარლამენტიდან ახლა მოამბის ეთერში. ნოდარ გისმენთ, რა ხდება ამ დროისთვის? ამ დროისთვის ლიზა საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში კანონმდებლები იკრიბებიან, როგორც უმრავლესობის წარმომადგენლებს იმედი აქვთ ამ შემთხვევაში მაინც შეძლებენ ისინი ქორუმის შევსებას და 76 დეპუტატის მობილიზებას. უკვე გაისმა პირველი ზარი საკანონმდებლო სხდომათა დარბაზში, რომელიც მანიშნებელია იმის, რომ დეპუტატებმა რამდენიმე წუთში უკვე რეგისტრაცია უნდა გაიარონ. ზუსტად 3 საათის დაგვიანებით გაიმართა აღნიშნული დღევანდელი სხდომა, მანამდე 76 დეპუტატის მობილიზება საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ვერ მოხერხდა. სამჯერ 15 წუთის ინტერვალით გაიარეს დეპუტატებმა რეგისტრაცია, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებდა, თუმცა სამჯერვე 76 დეპუტატს რამდენიმე 4-5 დეპუტატი დააკლდა. საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში დღეს იმყოფებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, თუმცა მათ პროტესტის ნიშნად რეგისტრაცია არ გაუვლიათ, შემდეგ კი პროტესტის მიზეზები მედიის წარმომადგენლებთან ახსნეს. 84 ადამიანიდან 76-ის ქუთაისში ფიზიკურად ყოფნა ერთ დროს საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ზოგი მაგალითად არის მივლინებაში. ბატონი დავით უსოფაშვილი შორს რო არ წავიდე, მოგეხსენებათ, არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეთა შეხვედრა, ხო? საპატიო მიზეზით. ასევე რამოდენიმე ერთ პიროვნებას კენჭის გავლა ქონდა ძლიერი ტკივილებით და გადაიყვანეს სამოწყობაში ერთ-ერთ ჩვენს დეპუტატს. 76 დეპუტატში არც ერთი ოპოზიციიდან მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში ზის, არ გადის რეგისტრაციას. მათ პარლამენტის ხმები მარტო აინტერესებთ, იმიტომ რომ რაღაც სკანდალები მოიგონონ, ყულზე ილაპარაკონ, გაჭიმონ დრო. მათ ქორუმი ამ ბოლო წლების განმავლობაში მქონდათ 6-ჯერ თუ 7-ჯერ და ეს იყო ყველა ის შემთხვევა, როდესაც საკითხი შეეხებოდა ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესს. ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ უნიათო უსაქმური საპარლამენტო უმრავლესობისთვის ხელის შემწყობი ბიძინა ივანიშვილის ოცნებების ახდენას. თუ დღის ბოლომდე საკანონმდებლო ორგანო მუშაობა ვერ განაახლა, მაშინ დღის ბოლოს საპროცედურო კომიტეტის სხდომა შეიკრიბება და კომიტეტის სხდომაზე იქნება განხილული იმ დეპუტატების მიზეზები, რომლებიც დღეს საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან და სხდომათა დარბაზში რეგისტრაციას არ გადიან, ან არ არიან თავად ქუთაისში ჩამოსულები. ამის მიზეზებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეისწავლის, ვინაიდან რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა უკვე მიიღო რეგლამენტში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ოჯახური პირობები უკვე ითვლება არასაპატიოდ და საპატიოდ დეპუტატ ჩაითვლება პარლამენტის სხდომათა დარბაზზე, პარლამენტის სესიის გაცდენა იმ შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება სამსახურეობრივ მივლინებაში ან არის რაიმე სახის გადაუდებელი საქმე. დეპუტატებს თუ კი დღეს ამ დრომდეც ამ წუთებშიც ვერ შეგროვდა რეგლამენტი და 76 დეპუტატმა არ გაიარა რეგისტრაცია, მაშინ პარლამენტის სხდომა დღეს ჩაიშლება და შემდეგ უკვე დღევანდელ სხდომათან დაკავშირებით და იმ დეპუტატებთან დაკავშირებით, რომლებიც დღეს არ იმყოფებიან საკანონმდებლო ორგანოში, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. მადლობა ნოდარ, პარლამენტიდან მოამბის ეთერში ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა.